17 მაისი ოჯახის სიმტკიცის, სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე და სწორედ ამ თემასთან სასაუბრო შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრები საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარალაშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი დავით ტატანაშვილი. დილამშვიდობისა მანამდე მადლობა სტუმრობისათვის. მოგესალმებით ჭეშმარიტად. ჭეშმარიტად აღდგა. მამა გურამ, თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა, უკვე მე-12-ად აღინიშნა გუშინ ეს საყოველთაო დღესასწაული, რომელიც იქცა რაღაცა ინიციატივად, რომ გამოცხადდა მისი უწმინდესობის მიერ, მალევე რაღაცა საყოველთაო დღესასწაულო, სახალხო დღესასწაულად, რაც ხაზს უსვამს ცხადია ამ დღის მნიშვნელობას და საზოგადოების დამოკიდებულებასაც უამრავი ადამიანი მოდის ოჯახებით, ბაირაღებით, დროშებით, ნაციონალური სამოსით და დიდი სიხარულის უფევს. ეს არ არის უბრალოდ სულ ჩევალბეს აბშტილებ, რა არის უბრალოდ იდეა რომ დაუშვა თქვა მამამთავრმა და ხალხმა უბრალოდ დაიმორჩილა კურთხევას. ეს რაღაცა სიხარულით უპასუხა საზოგადოებამ. ამი როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ, თქვენ გევალათ ერთგვარად ორგანიზებად, ცხადია, ჩვენ გვაქვს კადრებიც და როგორ ჩაიარა, რას როგორ შეაფასებთ და კიდევ ერთხელ ცხადია, როცა ჩვენ ვაფასებთ დაუშვათ იმას თუ როგორ მოხდა გუშინდელი სოლობა, ვაფასებთ ალბათ დღის მნიშვნელობასაც, რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ფიქრობ გუშინდელი დღე ერთგვარი მანიფესტაცია იყო, წარდგინება იყო ქართველი ერისა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისა, რომ ის გზა, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა სუმნათმა ილიამ მეორემ დაგვიტოვა, გადმოგცა, მიგვითითა, რეალურად ძალიან, ესე ვთქვათ, გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს თანამედროვე ეკლესია ამ ღირებულებებზე. მანიფესტაცია, ზოგადად მსვლელობა, ლოცვითი მსვლელობა, ეს არის კი ბატონო ერთის მხრივ აქტი დაფიქსირება იმ ღირებულებებისა, იმ დღისა, იმ სიწმინდეებისა, რასაც ოჯახი ქვია, ოჯახური ურთიერთობა ქვია. თუმცა თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ხშირად ძალიან ძნელია დაამკვიდრო რაიმე დღესასწაული თანამედროვე სამყაროში. და ამაში ჩვენ გვიქავს კიდევაც უამრავი რესურსი იხარჯება, უამრავი ესე ვთქვათ სამსახურები და სახელმწიფო ესე ვთქვათ ინსტიტუტები მუშაობს, თუმცა არ არის მარტივი ამბავი და როგორც ჩანს ეს დღე ძალიან ორგანული იყო ჩვენი ერისთვის და მართლაც აიტაცა საზოგადოებამ ეს დღე და იმ დღის მერე აი თქვენ ბრძანეთ 12 წელი და 12 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ წლიდან წლამდე იხვეწება იზრდება ის განწყობა, ის ორგანიზებულობა, რაც ამ დღეს ახასიათებს და უნდა ახასიათებდეს და ვფიქრობ უფრო და უფრო გაუმჯობესდება და უფრო დიდ საზეიმო სულისკვეთებას შეიძენს. პირველ რიგში ალბათ მადლობა უნდა უთხრათ ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში რა თქმა უნდა უწმინდესა და უნეტარეს შიო მესამეს რომლის უშუალო კურთხევითაც მოხდა, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სინოდის წევრის მიმართვა მადლობის სათქმელად, თუნდაც ეს მარტო თბილისში არ მომხდარა და ზოგადად საქართველოს მასშტაბით ყველგან აღინიშნა და ყველა ესე იგი რეგიონში, ყველა ეპარქიაში განსაკუთრებული, როგორც თბილისში, ასევე ყველგან განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა და ძალიან დიდი თუშეთი არ კადრში ვაიგო და ასევე მინდა ჩვენ სამღვდელოებას უთხრა დიდი მადლობა, რომელიც დიდი სიხარულით ყოველთვის ერთვება სამრევლოებს, საკვირაო სკოლებს, ქორეოგრაფებს, რომელმაც გაგვილამაზეს ესეთი ქართული ეროვნული სამოსით, ასევე ჩოხოსნებს ჩვენ, რომლებაც აი უშუალოდ ხატის ცველებს ვეძახით, რომელმაც ესე ლამაზად მოქონდათ ეს მე მინდა კიდე ახალგაზრდული ორგანიზაცია მაზნიაშვილი ვახსენო, რომელიც ძალიან დიდი სიხარულით ჩაერთო ამ ესე ვთქვათ დღესასწაულის აღნიშვნაში ახალგაზრდების ესე ვთქვათ ჩართულობით და მრავალშვილიანი ოჯახების ესე ვთქვათ საზოგადოება, რომელიც ამშვენებდა ჩვენ სრულობას, რომელიც საბოლოო ჯამში ბოლომდე ბავშვებთან ერთად მოყვებოდა ამ დიდ პროცესიას, რომელიც არაერთი საათი მიმდინარეობდა და ბოლოს ცოტა ნიუანსები იყო ესეთი, რომ ყველა დაიღალა მაინც ამ სრულობით, მე ცოტა იცით რომ პირველი საკათოლიკოსო წირვა მიმდინარეობდა და ამან ცოტათი პროცესი გაახანგრძლივა. წირვას ესწრებოდნენ დელეგაციების და ამ ყველაფერმა და მაგრამ მიუხედავად ამისა უდიდესი ესე იგი შემართება იყო. და როდესაც უწმინდესი გამობრძანდა დასალოცად, აი ის დაღლილი სახეები უცებ რაღაცა სიხარულში გადაიზარდა და ყველა რაღაცა საოცარი მადლით აივსო იქაურობა
ჩვენ ეს მოკლედ ყველას გვახარებს. გუშინ კიდე გამორჩეული ყომით რომ რადგან კვირას დაიმით ადრიანად დაიწყო წირვები და გუშინ მოსული ათასობით ადამიანის უმეტესობა მოვიდა წირვიდან შემდგომ შეკრობაზე ეჩინავს იმას რომ ძალიან ადრე გაიღვიძეს დაესწრენ წირვებს თავის სამრევლოებში და შემდგომ შემოუერთდნენ მსვლელობას და აი რადგან მახსენეთ დელეგაციები მამას აბასთან ვსაუბრობდით ჩვენ სტუმართან როგორ დაემთხვა ხო შემთხვევით არაფერი ხდება ცხადია ღვთისნება იყო რომ მისი უწმინდესობის პირველი საპატრიარქო მსახურება იყო გუშინ და ეწრებოდნენ სოფლიო დელეგაციები სოფლიოდან ჩამოსული და როგორ სასიხარულო და საამაყო იყო რომ გამობძანდნენ ეს დელეგაციები და ამდენი ხალხი დახვდა და ნახეს მისი უწმინდესობის მიმართ დამოკიდებულება ანუ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება რწმენის მიმართ დამოკიდებულება ოჯახის მიმართ დამოკიდებულება და რაღაცას სიამაყიდნობა იყო ჩვენთვის ხო ცხადია მთელი ქვეყნისთვის და ყველა ადამიანისთვის კი ბატონო მამა დავით აი ოჯახის სიწმინდის დღე ხო აი ამ დღის დაფუძნებას თავის დროზე შესაძლებელია ისიც ითქვას აუცილებლად ისიც აღინიშნოს რომ ოპონენტებიც ყავდა თქვათ აი ერთი შეხედვით ცოტა ახლა წავს მაგრამ სხვათა შორის გუშინ სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალყურს და თითქოს შეცვლილი არის ეს განწყობაც და იმ ადამიანებმაც რაღაცნაირად აზრი შეიცვალეს აი ერთი მხრივ ცოტა უცნაურია ოჯახი ყველა აღმსარებლობის ყველა ეროვნების ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დღეს არც უნდა ყოლოდა ოპონენტები მაგრამ ნუ აი საუბარი იყო რომ რეალობაში რომ გადმოგვაქვს ეს აი რას ნიშნავს თქვათ აი სინამდვილეში რამდენად ჩვენ ვახერხებთ რომ ოჯახის სიწმინდე სიმტკიცე პატივისცემა ეს ყველაფერი ჩვენს რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ და აი ამაზეც რომ გვესაუბროთ თუ შეიძლება აი რეალობაში ამის გადმოტანა როგორ ხდება და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ დღეს აღნიშნავთ რა თქმა უნდა მაგრამ ამავდროულად პატივისცემითი დამოკიდებულება იყოს ოჯახებში და სიყვარული იყოს რეალობაში გადმოტანა კარგი შედარებაა და ხაზგასმა იმიტომ რომ ქრისტიანობაში ყოველთვის აი წირვაშიც ყოველკვირეულ წირვებში დღესასწაულებშიც რაღაცა გზავნილი გვაქვს ხოლმე ღმერთისგან ზოგადად სახარებიდან ვკითხულობთ რაღაც მონაკვეთს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ფრაზად არ დარჩეს და გაცოცხლდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში განავითაროს ადამიანებმა და ცოცხალი სიტყვა გახდეს ეს ქმედითი სიტყვა გახდეს და ასევეა დღევანდელი დღე გუშინდელი დღესასწაულიც რომ ერთია რომ ძალიან დიდი ერთსულოვნება იგრძნობოდა ხალხის ერთმუშტად შეკვრა რაღაც თითქოს ორგანული იყო ეს დღესასწაული რაღაც ორგანულია ჩვენთვის ნამდვილი და ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი გათენდა დღევანდელი დღე და გუშინდელი დღიდან რა წამოვიღეთ ჩვენ ეს მუხტი ემოცია ერთსულოვნების განცდა ერთია ოჯახზე გავაკეთეთ აქცენტები იქადაგა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მაგრამ დღევანდელ დღეს ეს რა სამოქმედო არეალს გვაძლევს და რა განწყობებს გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვანია ამ განწყობების შენარჩუნება აი როგორც წირვის ქადაგების შემდგომ ეს სიტყვა გამოაქვს ადამიანს და ცდილობს მაგალითად თუ ბრმის შესახებ იყო კვირა დღეს ეხა ქადაგება დაფიქრდეს იმაზე რომ თვითონ რამდენად ახელილი აქვს თვალი თვითონ რამდენად მადლიერია ღვთისა ესეთი აქცენტები გააკეთოს ასევე გუშინდელი დღის აი ამ ოჯახის სიწმინდის დღის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ალბათ ფიქრდებით ჩვენ როგორი ოჯახი გვყავს როგორ მოქმედებთ ოჯახში რა განწყობები გვაქვს ოჯახში და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას როგორ არის დღესასწაულებიც ხო წლითი წლად ეს დღესასწაულები მეორდება აღდგომა შობა ამაღლება და ასე შემდგომ ასევე 17 მაისს ხო ყოველ წელს აღინიშნება მიუხედავად იმისა რომ ყოველ წელს აღინიშნება ყოველ წელს ესე იგი კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად გვაფიქრებს ღმერთი და ეკლესია ამოვლენაზე ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ მარტო ამ დღეს უნდა ვიფიქროთ ოჯახზე რა თქმა უნდა არა უბრალოდ ამ დღეს კიდევ ერთხელ ერთგვარად შეჯამებას უფრო მეტად ვაკეთებთ, უფრო მეტად ვაანალიზებთ, უფრო მეტად ახალი განწყობით ვიწყებთ რაღაცის შეცვლას უკეთესობისკენ. და აი ეს დღეც ერთგვარად ვაფიქრებს იმაზე, რომ რა არის ეს ოჯახის სიწმინდე. ვიღაცას გონია ალბათ რომ ეს ოჯახის სიწმინდე არის ის რომ ოჯახი წმინდა მაშინ არის, როდესაც არანაირ ცოდვას არ იდენენ და ყველაფერი კარგად მიდის და არაფერი შეცდომები არ არის, რა თქმა უნდა ეს იდეალურია და კარგი არის, მაგრამ როგორც ვიცი ჩვენ ეკლესიის სწავლებიდან არ არის ადამიანი რომელიც სხონდეს და არასწოდოს ხო იცხოვროს და ცოდვა არ ჩაიდინოს ამ ცხოვრებაში. მაშინ რასთან გვაქვს საქმე მაშინ ისმის კითხვა საქმე იმასთან გვაქვს რომ ჩვენ უნდა გქონდეს ანუ ოჯახი უნდა იყოს ალბათ აწყობილი ქრისტიანულ ღირებულებებზე რაც არის სიყვარული, თავდადება, ურთიერთპატივისცემა. აი შეიძლება ესეც ითქვას ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ აქედან რომ ყოველას ყავს შვილები ძირითადად და ამ უფროსთაობას და უმცროსთაობას შორის ყოველთვის რაღაცა ურთიერთობები არის და ხშირად არის ხოლმე რომ
ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები უშეცდომოდ ცხოვრობდნენ, არაფერი შეცდომა არ დაუშვა, მაშინ არიან კარგები, როდესაც ყველაფერს კარგად აკეთებენ, მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ რაღაც შეცდომები ყველას მოსდის და ზუსტად ოჯახი არის ის გარემო ალბათ, სადაც სიყვარული იმდენად აჭარბებს ყველანაირ შეცდომებს და შეიძლება ესე ითქვას, ისეთი ერთსულოვნება და ურთიერთპატივისცემა და სიყვარული მეფობს ოჯახში, რომ თუ გინდა უმცროს თაობას არ ეშინია იმისა, რომ თუ შეცდომას დაუშვებს შემთხვევით, მას აღარ მიიღებენ უკან. არამედ არის ყოველთვის ბრძაობა, რომ იმხელა სიყვარულია, რომ შვილს აქვს ეს განწყობა, რომ რაც არ უნდა შეეშალოს, რაც არ უნდა მის ცხოვრებაში რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდეს, მამა და დედა თუ ოჯახი ზოგადად მზად არის, რომ ის მიიღონ მის გვერდში დადგნენ. ეს ერთ-ერთი განწყობა ამ ყველა განწყობებიდან, რომელიც რაღაცნაირად გვაფიქრებს ჩვენ. ასევე არის 17 მაისი თაობებს შორის ურთიერთობის დღე, უფროს თაობას შორის ურთიერთობის დღე და ჩვენ ხშირად მშობლებს გვეპარება ხოლმე კიდევ ერთი რამე, რომ ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ ვასწავლოთ, ჭკუა დავარიგოთ, ჩვენებურად მოხდეს ყველაფერი როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ შვილს რა უნდა, როგორი შეხედულება აქვს, როგორ გარემოში ცხოვრობს და აქაც შეცდომებს უშვებთ. რატომღაც გონია, რომ უფროსსა და უმცროს თაობას შორის ყოველთვის უფროსი თაობა რაღაცნაირად ზემოდან უნდა იყოს, დომინანტი უნდა იყოს და თავისი იდეებით უნდა განახორციელოს ყველაფერი და პირიქით უშვებთ ხოლმე ხანდახან შეცდომას, რომ აი ნაკლებად უსმენთ ჩვენს შვილებს, ნაკლებად ვითვალისწინებთ მის დამოკიდებულებას, იმ რეალობას, რომ რეალობაში ისინი რეალურად ცხოვრობენ. აი ამ ყველაფერზე ფიქრი, აი ის მუხტი, რაც მოკლედ გუშინდელ დღეს მივიღეთ, შინაგანად ავივსეთ, მადლი მივიღეთ. მე ვფიქრობ, ესეთ ყოფით ფიქრებში და ქმედებებში უნდა განვახორციელოთ და ეს იქნება უკვე შედეგი იმისა, რომ ეს დღესასწაული, რომელიც არის და ჩვენი განწყობებით სწორად მიემართება რაღაცა ღმერთისკენ და ერთსულოვნებისკენ. კი ბატონო, აი ელისაბედმა აღნიშნა, რომ თავიდან იყო ხოლმე რაღაცა სხვა აზრები, აკრიტიკებდნენ, შეიძლება ახლაც არიან და ერთ-ერთი სულ ისმოდა ხოლმე, რომ ისეთ ხალხს ხედავთ ან მაგათ რა უნდათ მანდ და რაღაც ხილიკურად ცხადია, აი მამო თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ არ არსებობს ოჯახი, არ არსებობს ადამიანი, სადაც ან რაღაც გაუგებრობა არ არის, ან რაღაც ცოდვა არ არის. ეს დღე არ ნიშნავს იმას, რომ წმინდანები უნდა გამოვიდნენ და რაღაც წმინდანები შეკრება. იდეალურია თუ ასე იქნება. მაგალითისთვის რო ავიღოთ, როცა ჩვენ მივდივართ ტაძარში ან ლოცულობ, არ ნიშნავს იმას, რომ ანგელოზები ვიკრიბებთ ეკლესიაში, იმიტომაც დავდივართ, რომ სიწმინდისკენ მისწრაფოდეთ. შესაძლოა აქ ვიღაც არის, რომელსაც შეიძლება ოჯახი სულ არ ახავს, ან დაშორდა. მაგრამ ეს არის ერთგვარად იმის მოთხოვნას და იმის დაფიქსირებას, რომ მე მინდა რომ ესე იყოს დაწყებული ჩემი ოჯახი, დამთავრებული ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, რომ იყოს ეს დამოკიდებულება, რომ ამას ასე ვთქვათ, ვაფიშირებთ, კარგად რომ აღნიშნოთ. აი ამას რომ გავამახვილოთ მამუკრომ ყურადღება, რომ ვინმეს თუ გონია რომ ეს დღე არის, რომ მარტო წმინდანები შეიკრიბონ, ესე არ არის. ანუ ისეთ იდეალური ოჯახი ხავს. ხო. ნუ ახლა ამას ალბათ ხაზგასმა როგორც ჩანს ჭირდება, მაგრამ რეალურად ქრისტიანობა ხო არის რაღაცა ჩვენი სწრაფვა. არა სტატიკური მდგომარეობა არა მე მივახციეს თუნდაც ის ოჯახი რომელიც აიხლა დღეს ძალიან წმინდა ძალიან სუფთად იდეალურად ცხოვრობს დაზღვეულია იმისგან რომ ხვალ შეიძლება შეცდომა არ მოვიდეს ხო გამორიცხული არის ამიტომ აი თუნდაც მსვლელობა თავისთავად არის ერთგვარი ლოცვითი მსვლელობა დემონსტრირება რომ ქრისტიანი მუდმივად მოძრაობს და ვიღაც ჩამორჩება ვიღაც წინ არის ვიღაცა ხრებზე აისვავს შვილს და წაიყვანს და ვიღაცა შეიძლება თქვა წყალი მიაწოდონ რომ ცუდად გახდა გზაში. ამიტომ ეს არის ერთგვარი ჩვენი ცხოვრების გზა, რომელშიც ბევრი შეცდომაც მოდის, ასე ვთქვათ, ვიღაცა წინ გარბის, ვიღაცა უკან არის და ეს ერთობით ცვლილობაა ოჯახი რეალურად. მე კიდე გავამახვილებდი ერთ აქცენტზე ყურადღებას, ცოლ-სადაქმარ შორის ხშირად არის, რომ უპირატესი ვინ არის და პირველი ვინ არის, რა თქმა უნდა, ჩვენში პირველი ის არის, ვისაც ყველას მსახურება შეუძლია, ხო? მაქსიმალური და ხო როგორ მე როდესაც არავის არ ვემსახურები და ხელს დავაბრახუნებ, ეს დაბრახუნებაა ჩემი პირველობა, ხო გამორიცხული არის ღმერთი ახლა ამას არ იწყნარებს. ამიტომაც აი ეს გრძალვითი, მოფრთხილებითი, თავგანწირვითი დამოკიდებულება ხდის შენ პირველად. და არა მარტო სიტყვა რო პავლე მოციქულის სიტყვა ხო ამიტომაც ეს ერთი და მრავალი აქცენტია ამ ოჯახში ამიტომ ჩვენ ვფიქრობ რომ მომავალშიც გეგმავდით ახლა მუდმივად არა მხოლოდ იმ დღეს რაღაცა ეს გვინდა რომ კვირეულები იყოს ამის შესახებ თემები იყოს კონფერენციები იყოს ახალგაზრდობასთან შეხვედრები იყოს და გაიშალოს ეს ჩაიშალოს ეს თემა ერთია რომ დაწესდა და ადამიანების საზოგადოება მოყვება ამაში და მეორეა რომ უნდა გაშალო ეს თემა და მაქსიმალურად თითოეული ადამიანის გულამდე მიიღო ანუ არა მხოლოდ მსვლელობით არამედ სხვა უამრავი შემეცნებით თუ საგანმანათლებლო ახალგაზრდები ახსენეთ და კახამ რაც თქვა რომ რამხელა სიამაყე
უაყე იყო დელეგაციებმა რომ ნახეს ეს ამდენი ხალხი შეკრებილი, ძალიან თვალში შესაძლებელია როგორ გამრავლდა ახალგაზრდების რიცხვი ეკლესიაში წირვებზეც მათ შორის, ანუ არა მხოლოდ თქვათ ასეთი მსვლელობების დროს და მამაგურამ რაღაცნაირ დროს შევაჯამოთ გუშინდელი დღე და ყველას გადაუხადეთ მადლობა და მე მგონი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოგჩათ, რომლებიც ისე აქტიურად ბრძანდებოდნენ ჩართულები ყველა წარმომადგენელი. მადლობა მათაც, მე ძირითადად არ ვიცნობ მაგ ხალხს, მაგრამ მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას რა ამ პერიოდის განმავლობაში რაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა და გარკვეული ხშირად აღინიშნა და მეც კიდევ ერთხელ აღნიშნავ გარკვეული რა ვიცი მადლის ტალღა ქვია თუ რაღაც განსაკუთრებული განწყობა წამოვიდა საზოგადოებაში და ყველა გრძნობთ ამას თითქოს ამ ადამიანო მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც თესა აი ყველაფერმა ეხა იფეთქა, მაგრამ ასევე შევადარებდი ერთ რაღაცას, რომ აი როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, გარკვეული მადლის მოზღუება არის ხოლმე. აი გრძნობს, სითბოს, სიმშვიდეს, სიბრძნეს, არ ვიცი, აი განსაკუთრებული, მაგრამ ეს მე ვიგებთ, რომ თითქოს ერთგვარი წინასწარ მოცემული რაღაცა დიდი მადლი არის, ერთგვარი წინასწარ მოცემული ძალა, რომელიც ჩვენ დაგჭირდება აუცილებლად და სწორად უნდა გაგზავნია, მაგრამ უნდა განავითარო. კი, დივიდენდად მოცემული და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ამ პერიოდში ვართ ახლა ჩვენ საკმაოდ გრძნობთ მადლსა და წყალობას და საკმაოდ კარგ აქცენტებს ვაკეთებთ, მაგრამ გასაფრთხილებელი არის ეს ასე ვთქვათ ძალა, რომელსაც გრძნობ და ეს ერთობა და ერთსულოვნება, რომელიც ჩვენში არის. და ვფიქრობ, რომ სიფრთხილით ნენელა ერთმანეთთან ურთიერთობის გაფრთხილებით ცოლისა თუ ქმრის, შვილისა თუ მამის და ეკლესიისა თუ მრევლის თუნდაც ჩვენი ურთიერთობის და სისავსის აი რაღაცნაირად ხვალინდელი დღის დაგეგვისა და მომავალის განჭრეტის რაღაც სიფრთხილეთ უნდა იქცეს და კარგად გამოვიყენოთ. ამას ვისურვებდი, რომ ახალგაზრდების მოზღვავება იქნება, მრავალშვილიანი ოჯახების თუ ასე შემდეგ ძალიან ფრთხილად არის ნაბიჯები გადასადგმელი, რომ ერთის მხრივ ძალიან დიდხანს გავყვეს ეს მადლი და წყალობა და მეორეს მხრივ სანამ ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ გზავნილებს ჩვენ ასე ვთქვათ საყრდენებს გავაკეთებთ კიდე მომავალში. აი მანამდე გვეყოს ასე ვთქვათ ეს მადლი, რომელიც დივიდენდად არის მოცემული, რომელიც მე ჩვენც უნდა დავიმსახუროთ, ასე ვთქვათ. მადლობა უწმინდეს და მადლობა ეხლანდელ ჩვენს მაკურთხეველს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს, რომელიც ამ გზას აგრძელებს. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა მამებო, სვენელ შევახსენებთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეგანოზი გურამ ჯარალაშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი დეგანოზი დავით ატანაშვილი ხტუნობდა და საუბრობდით 17 მაისის მნიშვნელობაზე.